მოგესალმებით საქართველოს ჯანმრთელობის ახალგაზრდული ასოციაციის YouTube არხზე. ეს გახლავთ გადაცემა მედიცინა შენს ენაზე და დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი იქნება დერმატოვენეროლოგი, მტკიცებითი მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი და მედიცინის დოქტორი ბატონი ზაზა თელია. მადლობა მოწვევს. გამარჯობათ ბატონო ზაზა. სანამ უშუალოდ დავიწყებდეთ საუბარს ჩვენ არჩეულ თემებზე, მინდა მადლობა მოგიხადოთ სტუმრობისთვის, რადგან ჩვენ არ გვაქვს ეს ფუფუნება, რომ ხშირად მივიღოთ კომპეტენტური რჩევები შესაბამისი დარგის სპეციალისტებისგან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენმა მაყურებელმა მიიღოს მხოლოდ და მხოლოდ სწორი ინფორმაცია და არა ეს გავრცელებული fake news-ები, რასაც დღეს ხშირად ვაწყდებით ხოლმე, განსაკუთრებით ონლაინ სივრცეში. ეხლა უშუალოდ გადავიდეთ ჩვენს თემებზე, რაზეც უნდა ვისაუბროთ დღეს. შესავალ ნაწილში მინდა ვისაუბროთ კანის მოვლაზე, კერძოდ რა ძირითადი ნაბიჯები არსებობს ჩვენი კანის მოვლის რუტინაში და როგორ უნდა შევარჩიოთ სწორი პროდუქტები ჩვენი კანისტების მიხედვით. მადლობა კიდევ ერთხელ მოწვევისთვის. არ შემიძლია არ დაგეთანხმოთ ეგრეთ წოდებულ fake ინფორმაციასთან მიმართებაში. მედიცინა ამაში ყველაზე მოწყვლადი მიმართულებაა სამწუხაროდ, იმიტომ რომ გარკვეულწილად აქ ფინანსურ მხარესაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და აი განსაკუთრებით დერმატოლოგიაში და თვითონ აი პირობითად skin care-თან მიმართებაშიც კანის მოვლასთან დაკავშირებითაც, იმიტომ რომ თელს მსოფლიოში ეს ითვლება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მიმართულებად და ერთგვარად ესეც უნდა აღინიშნოს, რომ ადვილად საშოვნელი ფულის ერთ-ერთი მიმართულებაა მოკლედ ეს კანი. ამიტომაც არის რომ ბევრი ადამიანია ჩართული ამაში და ცდილობენ რომ აი გარკვეული ტიპის აგიტაციით და ინფორმაციის გავრცელებით ინტერნეტ სივრცეებში და სოციალურ ქსელებში იშოვნონ ფული მოკლედ. ეს აუცილებლად უნდა აღინიშნოს და შემდგომ ბევრი ადამიანი, არც თუ ისე ცოტა ადამიანი ზარალდება ამით. ამიტომ მე ყოველთვის ურჩევ ხოლმე ადამიანებს, რომ გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით რეკომენდაციები და ინფორმაციები მიიღონ ყოველთვის სპეციალისტისგან. ეს უნდა წესიდარიგით ეს 2x2-4 ესე უნდა იყოს ცხოვრებაში, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ესე არ ხდება. ანუ ისეთი ადამიანები გასცემენ ხოლმე რეკომენდაციებს გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით, რომლებიც არ არიან პროფესიონალები და არ იცნობენ, განათლებაც არ აქვთ ამ მიმართულებით. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში მივდივართ ყოველთვის აი ამ ფინანსურ მხარესთან და ბიზნესთან, ხო? რაც შეეხება თვითონ კანის მოვლას, როგორც გითხარით, ეს თვითონ არის კანის skin care-ი, ეგრეთ წოდებული ინდუსტრია არის, მრავალი მილიარდიანი ინდუსტრია. ამ ინდუსტრიაში არა მარტო ფარმაცევტული კომპანიები, არამედ კონკრეტულად პერსონებიც, ანუ ადამიანებიც გარკვეული ტიპის ინვესტიციას ახორციელებენ და ეს ინვესტიცია ბუნებრივია მიმართულია იმისკენ, რომ შემდგომ ასეთმა ორგანიზაციებმა და ასეთმა ადამიანებმა საბოლოო ჯამში ფინანსური მოგება ნახონ. ამიტომ ჩვენ შეიძლება შეკითხვა დავსვათ თუ რა შეიძლება გავაკეთოთ იმისათვის, რომ მივიღოთ the best, ანუ საუკეთესო შედეგი პრევენციის კუთხით მოვლასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მოვლა არასდროს არ უნდა აგვერიოს გარკვეული ტიპის დაავადებების მკურნალობაში. დერმაკანი ყველაზე დიდი ორგანოა ადამიანის და ბევრი დაავადებები გვხდება, 2000-ზე მეტი დაავადება გვხდება, მაგრამ კანის მოვლა არ ნიშნავს მკურნალობას. შეიძლება კანის მოვლის კუთხით ჩვენ გარკვეული ტიპის პრევენცია განვახორციელოთ იმისა, რომ დაავადებები არ გამწვავდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს მკურნალობას. ამიტომ პირველ რიგში აი პირველი სიტყვა რაც შეიძლება ვთქვათ და რეკომენდაცია მივცეთ ადამიანებს, ეს არის რაციონალიზმი. ანუ რაციონალური მიდგომა კანის მოვლასთან დაკავშირებით. რაციონალური მიდგომა ნიშნავს, რომ არ მოხდეს ბევრი პროდუქტების გამოყენება, ბევრი პროდუქტების ეგრეთ წოდებული გატესტვა, რომელსაც მივყავართ ყოველთვის პრობლემებამდე და ასეთი პაციენტები მეც პრაქტიკაში მყავს უამრავი. როდესაც პირობითად არ ქონია ადამიანს არანაირი პრობლემა კანის,
დაიწყო სხვადასხვა ტიპის პროდუქტების გამოყენება, ან სოციალურ ქსელში ნახა რეკლამა, ან ვიღაც ეგრეთ წოდებული ინფლუენსერს მოусმინა და იქიდან იწყება მისი პრობლემების და დაავადების ისტორია იწყება ზუსტად იქიდან, როდესაც დაიწყო ეს. ანუ ყვება პაციენტი, რომ არასდროს ცხოვრებაში არანაირი კანის პრობლემა არ ქონია, ჩვეულებრივად ცხოვრობდა. და აი აყვა ზუსტად აი ამ ეგრეთ წოდებულ მოდას და მიმართულებას დაიწყო სხვადასხვა ტიპის გატესტვა საშუალებების. შეიძლება იმითაც ასე ვთქვათ მოხდა ეს, რომ რაღაცა არ უნდა და ასაკში რაღაცა ნაოჭები გაჩენოდა ან დაბერების პროცესი გადაევადებინა და ასე შემდეგ, ამიტომ აყვა ამ ეგრეთ წოდებულ მოდას და იქიდან იწყება მისი პრობლემები. შესაბამისად, ერთი პირველი რჩევა რაც მინდა ურჩევ, ვიყოთ რაციონალურები. თუ რაღაცა პროდუქტის გამოყენებას ვაპირებთ, პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ, რომ ეს პროდუქტი არის შექმნილი Sando კომპანიის მიერ. ეს პროდუქტი, ვიცით ამ პროდუქტის შემადგენლობა, ანუ მწარმოებელი არ მალავს შემადგენლობას, ანუ რა შედის შიგნით, ჩვენ ვიცით და შეგვიძლია შეფუთვაზე ინგრედიენტები, მათი ჩამონათვალი ვნახოთ და მარტივად შეიძლება ის გადავამოწმოთ ან სპეციალისტთან, დერმატოლოგს ვკითხოთ, ან შეიძლება ინტერნეტითაც კონკრეტული ნივთიერება ვნახოთ თუ რა ნივთიერებაა და პოტენციურად მას აქვს თუ არა გარკვეული ტიპის რაღაცა გამაღიზიანებელი ფაქტორი ან ხომ არ არის ალერგენი კანის კუთხით ხომ არ გამოიწვევს სხვადასხვა ტიპის კონტაქტურ ან გამაღიზიანებელ დერმატიტს. ეს ერთი რჩევა, მეორე რჩევა არამც და არამც არ არის სწორი მოკლე ვადაში სხვადასხვა ტიპის ახალი პროდუქტების დამატება, გატესტვა. და ასევე მესამე კიდევ მიუბრუნდებ იმას, რომ არ მივიღოთ რჩევა პირობითად მეგობრისგან, ახლობლისგან, რომ აი მე ვიყენებ და მომეწონა და ძალიან კმაყოფილი ვარ და გირჩევ რომ შენს გამოიყენო. ესეც რა თქმა უნდა არასწორია და შეიძლება მიგვიყვანოს პრობლემებამდე. დიახ. მადლობა, რომ გავამახვილოთ ძირითადად აი კანის მოვლის რუტინაში აუცილებელ საფეხურებზე რომ გავამახვილოთ ყურადღება, რომელი საფეხურები აუცილებელი, რაც უნდა გაიაროს ყველა ადამიანმა. აი პირველ ჩემს რეკომენდაციას ეხლა ეს მეორე შეკითხვაც მისი მიბმა არის, ასე ვთქვათ, უნდა მივაბათ, რა თქმა უნდა, და ესეც უნდა აუცილებლად აღვნიშნოთ, რომ ასევე ბოლო პერიოდია ძალიან პოპულარული გახდა ეგრეთ წოდებული გრძელსაფეხურიანი კანის მოვლის საშუალებების გამოყენება. ზეთოვანი დასაბანი, მერე ჩვეულებრივი კლინსერი, მერე თონერი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ესეც რა თქმა უნდა არასწორია. ესეც გარკვეულწილად ხშირად მარკეტინგული ხრიკიც არის. თვითონ კომპანიებიც სხვადასხვა ტიპის პროდუქტებს აწარმოებენ, რომ ბუნებრივია გაყიდვები უფრო მეტი იყოს, უფრო მეტი პროდუქტი გაიყიდოს, მაგრამ რეკომენდაცია არის ზუსტად ზოგადად იყოს გამოყენებული ეგრეთ წოდებული სამსაფეხურიანი კანის მოვლის რუტინა, რომელშიც იგულისხმება, რომ ნებისმიერ ჩვენთაგანს ადამიანს კანის ტიპის მიხედვით გვჭირდება ეგრეთ წოდებული კლინსერი, ანუ დასაბანი საშუალება. ეს კარგია, ბოლო პერიოდია, რომ ამის პოპულარიზაცია წამოვიდა. ადრე წარსულში საერთოდ პარადოქსული იყო, რომ აი მაგალითად ჩვენი მშობლების თაობაში, რომ საერთოდ გამიგია, რომ სახის კანის დაბანა ყოველდღე არ იბანდნენ, არ შეიძლებოდა და პაციენტისგანაც მსმენია, რომ ერთი კვირა არ დაუბანია კანი. ეს კატასტროფაა, საშინელება უნდა აღინიშნოს. ანუ პირველი საფეხური ეს არის კანის დაბანა, დღეში მინიმუმ ორჯერ, ანუ დილას და საღამოს და რატო ვთქვათ ესეც, იმიტომ რომ კანი განახლებადი ორგანოა. ყველაზე განახლებადი ორგანოა. ეს კანის უჯრედები, მკვდარი უჯრედები ნახდება, ახალი უჯრედები მოდის. ასევე ჩვენს კანს აქვს პირველი შეხება აი ამ გარე სხვადასხვა გამაღიზიანებელ ფაქტორებთან, რომელიც ჰაერშიც გვხვდება ეხლა, ანუ ჰაერშიც არის და აი ეს ჭუჭყი, სხვადასხვა აგენტები ეგრეთ წოდებული ხვდება კანზე და ჩვენს კანს ჭირდება, რომ ეს მოვაშოროთ, მოვიცილოთ. ამიტომ არის რომ ღამის განმავლობაში
კანი ცხიმიანდება, ჭუჭყი და მკვდარი უჯრედები გროვდება და ამიტომ დილით რო გავიღვიძებთ, ეს უნდა ჩამოვიშოროთ და მოვიშოროთ. და ასევე დღის განმავლობაში, როდესაც გარეთ ვართ, ან არა ვართ გარეთ და სახლში ვართ, აი ეს დაგროვილი ჭუჭყი კიდევ მოვიშოროთ. ნუ ეხლა თუ ადამიანებს აქვთ ისეთი პროფესია, რომელ პროფესიაშიც ძალიან ხშირი შეხება აქვთ სხვადასხვა ადამიანებთან, მაგალითად ადამიანი ხვდება დღის განმავლობაში 20 ადამიანს ან მეტს. მაგალითად იგივე ჩემი პროფესიის ადამიანი, როდესაც დღეში მაქვს შემხებლობა 40, შეიძლება 50 ადამიანთან, ხო? ესეთ ადამიანებში. ასევე ადამიანები, რომლებიც ეგრეთ წოდებულ heavy make-ups, ანუ მძიმე მაკიაჟს ატარებენ, აი ჟურნალისტები, ვინც ტელევიზორით ხშირად გამოდიან ხოლმე, ამ ადამიანებმა შეიძლება კიდე ჩართონ დღის განმავლობაში მესამეჯერ გასუფთავება, ანუ კანის დაბანა, ასე ვთქვათ. ნუ აქ როგორც წესი ჩვენ ვსაუბრობთ სახის კანზე, იმიტომ რომ სახის კანი არ არის დაცული ტანსაცმლისგან და ყველაზე მეტად ჭუჭყიანდება ჩვენი ხელები, იმიტომ რომ ზედაპირებთან შეხება გვაქვს და ჩვენი სახე. აი ეს ორი ადგილი ყველაზე მეტად ჭუჭყიანდება და აქ აღარ ვსაუბრობ იმაზე, რომ ეს ინფექციები, ვირუსული, ბაქტერიული ინფექციების გადადების რისკები იმატებს. ამიტომაც არის, რომ ხელებზე ვურჩევთ ხოლმე ადამიანებს, რომ მაქსიმალურად ხშირად დაიბანონ ხოლმე. ანუ მოკლედ რო ვთქვათ, პირველი საფეხური ეს არის დასაბანი საშუალების გამოყენება, მერე შემდგომი საფეხური ჩვენს კანს სჭირდება პროტექცია, ანუ დაცვა, აი ეს ზუსტად უცხო აგენტებისგან და დატენიანება და ეს დამატენიანებელი საშუალება არა მარტო ბოჭავს, კეტავს წყალს ჩვენს კანში და ეს მნიშვნელოვანია, რომ კანი გაჟღინთული იყოს ერთგვარად წყლისგან, ეს დამატენიანებელი საშუალება ერთგვარ პროტექციას, ანუ დამცველობით უნარს განაპირობებს, რომ დაიცვას ჩვენი კანი. ამიტომ მეორე საფეხური ეს არის დამატენიანებელი საცხის გამოყენება. ესეც რა თქმა უნდა კანის ტიპის მიხედვით სწორად შერჩეული. და მესამე, რა თქმა უნდა, ჩვენთვის აყვარელი და აუცილებელი, ეს არის ეგრეთ წოდებული მზისდამცავი საცხები და ნუ ბოლო პერიოდია, ბევრი ევიდენსი მტკიცებულება წამოვიდა იმის თაობაზე, რომ თურმე არა მარტო ულტრაისფერის სხივები, არამედ სხვა სხივებიც, როგორც არის ინფრაწითელი სხივი, visible light, ხილული სინათლე, აი ხა მაგალითად ჩვენ შიდა გარემოში, როდესაც ვიმყოფებით, კი ულტრაისფერის სხივების დასხივების ქვეშ არ ვართ, მაგრამ ხილული სინათლის დასხივების ქვეშ ვართ და ესეც აზიანებს. გაჯეტები, როდესაც გაჯეტთან ან კომპიუტერთან გაჯეტებთან მუშაობთ, ამ შემთხვევაშიც ეს ინფრაწითელი სხივი, ხილული სინათლეც ჩვენს კანს აზიანებს. ამიტომ აი ეს მესამე საფეხური, ეს არის მზისდამცავი საცხების გამოყენება, რომელიც საუკეთესო იქნება თუ იქნება 4 დაცვით. ანუ როგორც ულტრაისფერის სხივებისგან დაგვიცავს გარეთ, ასევე დაგვიცავს აი visible light-ისგანაც და ინფრაწითელი სხივისგანაც. ანუ ერთგვარად გამოვიდა, რომ ჩვენი კანის მოვლის ეს საფეხურები უნდა იყოს 3, ნუ როგორც ეს ჩვენ ვამბობთ 3+1. ნუ ის 1, რასაც ჩვენ ვსაუბრობთ, ეს არის თუ პირობითად მძიმე მაკიაჟს ატარებს ადამიანი და დასაბანი საშუალებით ამ მძიმე მაკიაჟის მოშორება გაძნელებულია, შეიძლება ჩავრთოთ მიცერალური წყალი მოსაშორებლად, იმიტომ რომ მიცერალური წყალი კარგად შლის ამ მაკიაჟს და მერე უკვე დასაბანი საშუალება იქნას გამოყენებული. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ შეიძლება დამატენიანებელი და მზისდამცავი საცხი იქნას გაერთიანებული. მაგალითად, მე პირადად ვიყენებ გაერთიანებული სახით და გამოდის, რომ ჩემი კანის მოვლის რუტინა 2 საფეხურიანია. ანუ მე ვიყენებ დასაბან საშუალებას და მე ვიყენებ დამატენიანებელ საშუალებას, რომელშიც შედის მზისდამცავი. ანუ 2 საფეხური გამომივიდა მე და ამიტომ ეს უნდა იქნას გათვალისწინებული. დიახ, დასაბან საშუალებებზე რო ვისაუბროთ უფრო კონკრეტულად, როგორც ვიცით, სხვადასხვა სახეობის დასაბანი საშუალებები არსებობს, სხვადასხვა მაგალითად, როგორც არის კაფი, გელი და ასე შემდეგ. ამას თუ აქვს მნიშვნელობა, როგორ ავირჩიოთ დავუშვათ კაფი, გელი და ჩვენი კანის ტიპით უნდა გავითვალისწინოთ ამ შემთხვევაში. კი ბატონო, როგორც წესი არსებობს 3 ტიპის დასაბანი საშუალება, ეს შეიძლება იყოს ლოსიონის სახით. ნუ შამპუნზე აღარ მაქვს საუბარი, შამპუნს არ შევეხები. ეს არის ლოსიონის სახით დასაბანი საშუალება, ეს არის კაფის სახით დასაბანი საშუალება და გელის სახით დასაბანი საშუალება. ნუ როგორც წესი, როდესაც ჩვენ
აი მაგალითად ვსაუბრობთ ცხიმიან კანზე, ცხიმიანი კანის შემთხვევაში უპირატესად ჯობია გელის ტიპის დასაბანის საშუალება იქნას გამოყენებული. თუ ჩვენ გვაქვს უფრო კომბინირებული ან მშრალი ან ნორმალური ტიპის კანი, ამ შემთხვევაში შეიძლება გამოყენებული იქნას ლოსიონი ან ქაფი. თუმცა ასევე გვხვდება აფთიაქებში ქაფებიც ცხიმიანი კანისთვის. ამიტომ როგორც წესი, ცხიმიანი კანის შემთხვევაში ურჩევთ ან გელის დასაბანის გელის ტიპის დასაბანის საშუალებას, ან ქაფის ტიპის დასაბანის საშუალებას და მშრალი კანის შემთხვევაში ან კომბინირებული შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს ლოსიონის ტიპის ან იყოს ქაფის ტიპის. ასევე, რა თქმა უნდა, აქვს შემადგენლობას მნიშვნელობა. ჩვენ თუ საუბრობთ ცხიმიანი კანის დასაბან საშუალებაზე და ოღონდ ესეთ ადამიანს არა აქვს და რაიმე დაავადება, პირობითად აკნე და თუ არ იტარებს გარკვეული ტიპის მკურნალობას, იმიტომ რომ თუ მკურნალობას იტარებს, ანუ ჩვენ ვიცით რომ აკნე მაგალითად არის ცხიმიანი კანი. თუ ესეთი ადამიანი, ესეთი პაციენტი აკნეს მკურნალობაზეა, ის სამკურნალო საშუალებებიც აშრობს კანს. ჩვენ ამასთან ერთად თუ დაუნიშნეთ, უпроსტად ვურჩიეთ დასაბანის საშუალება ასევე ცხიმიანი კანისთვის, შეიძლება ზედმეტი, ანუ უარესი გავაკეთოთ, ანუ ზედმეტად გამოვაშროთ კანი და ბარიერი დავარღვიოთ. ამიტომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგრამ თუ ადამიანი არ იტარებს არანაირ მკურნალობას და უბრალოდ აქვს ცხიმიანი კანი, ამ შემთხვევაში ჩვენ ურჩევთ ხოლმე დასაბან საშუალებას განკუთვნილს for oily skin, როგორც წესი ინგლისურად აწერია ხოლმე, ანუ ცხიმიანი კანისთვის და შეიძლება დავაკვირდეთ, რომ შიგნით შედიოდეს ეგრეთ წოდებული მსუბუქი ექსფოლიანტები. მსუბუქ ექსფოლიანტებში იგულისხმება ალფა და ბეტა ჰიდროქსიმჟავები, მაგალითად ალფა ჰიდროქსიმჟავა არის გლიკოლის ჟავა, ლაქტატის ჟავა, ბეტა ჰიდროქსიმჟავა, სალიცილი ჟავა, ანუ მსგავსი ტიპის მოვლის დასაბანის საშუალება. თუ ჩვენ ვსაუბრობთ მშრალ კანზე, ან პირობითად კომბინირებულ კანზე, ან პირობითად სენსიტიურ კანზე, გრძნობიარე კანზე. ან პირობითად ვსაუბრობთ პაციენტზე, რომელსაც აკნე აქვს, მაგრამ მკურნალობაზეა. ამ შემთხვევაში ურჩევთ ხოლმე ეგრეთ წოდებულ gentle cleansers. როგორც წესი აწერია ხოლმე დასაბან საშუალებებს, ის უნდა იყოს gentle. Gentle ნიშნავს მსუბუქი. მსუბუქი თავისთავად გულისხმობს, რომ მასში შემავალი ინგრედიენტები არ აშრობს კანს, არ აღიზიანებს და არ აქვს პოტენციურად გამაღიზიანებელი ეფექტი. ანუ მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ თუ გვაქვს მშრალი, კომბინირებული ან მაგალითად სენსიტიური კანი, უფრო უნდა უპირატესად გამოვიყენოთ ისეთი დასაბანის საშუალებები, რომელსაც აწერია მსუბუქი, ანუ gentle. დიახ. რამდენად მნიშვნელოვანია რეგულარულად სკრაბის გამოყენება, ამაზეც რო ვისაუბროთ? თვითონ ზოგადად სკრაბის გამოყენების რეკომენდაცია არ არსებობს, ანუ სკრაბის გამოყენება რეკომენდებული არ არის. იმიტომ აქტუალური პროდუქტია ხა ინტერნეტშიც საკმაოდ ხშირად ვაწყდებით ვიდეოებს. კი, სკრაბის გამოყენება რეკომენდებული არ არის. აი აქვე დავამატებდი 2 წუთის წინ რაც მე აღვნიშნე, სკრაბი ყოველთვის აზიანებს ხოლმე კანს. ჩვენ არ გვაწყობს კანის დაზიანება. აი ის მიდგომაც რომ ეგრეთ წოდებული საშუალებები, რომლებიც ეგრეთ წოდებული დასაბანი ღრუბლები, რომლებიც იყო უხეში. აი უხეში დასაბანი ღრუბლების გამოყენებაც, როდესაც იხეხავდნენ ხოლმე კანს, არ არის რეკომენდებული, არ არის სწორი, იმიტომ რომ ეს საშუალებები აზიანებს კანს და კანის დაზიანება არ არის კარგი და სწორი. ამიტომ სკრაბი არ უნდა გამოვიყენოთ, თუ გვაქვს ცხიმიანობისკენ მიდრეკილი კანი, ამ შემთხვევაში უნდა აღვნიშნოთ, რომ ჯობია გამოყენებული იქნას ზუსტად აი ესეთი მსუბუქი ექსფოლიაციის უნარის მქონე ნივთიერებების შემადგენლობის მქონე დასაბანის საშუალებები. ანუ სკრაბი არ უნდა გამოვიყენოთ. მოდის ინდუსტრიასაც შევეხეთ და მოკლედ რო ვთქვათ, აი ამ მომენტში რა არის პოპულარული, რომელი პროდუქტებია კანის მოვლის, რომელი საშუალებებია პოპულარული და რა პროცედურებია აქტუალური ამ დროისთვის? ცოტა ისეთი შეკითხვა არის, რომელზეც ანუ რაღაცა კონკრეტული პასუხის გაცემა გამიჭირდება. მე ალბათ ესე ვიტყოდი, გამომდინარე იქიდან კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს ინდუსტრია, ეს კანის მოვლის ინდუსტრია ძალიან დიდი ინდუსტრიაა და აი ყველას რაღაცა თავისი იმის დაჭერა უნდა ნიშის და რაღაცა ბიზნესის კუთხით უყურებს ყველა ამ საკითხს.
მე ვიტყოდი ალბათ, რომ პოპულარული დღეისათვის არის უფრო კოსმეტიკური მოვლის საშუალებები. რაც არ არის, წესით არ უნდა იყოს და არ არის სწორი. ანუ იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ გვაქვს დერმატოლოგიური მოვლის საშუალებები, პროდუქტები, რომლებსაც ქმნიან ესე დერმატოლოგიური ბრენდები, კომპანიები და არის უფრო მიმართულება კოსმეტიკური მოვლის საშუალებებისა. ყოველთვის უნდა ვიცოდეთ, რომ დერმატოლოგიური მოვლის საშუალებები, პროდუქტები უფრო უკეთესი შემადგენლობის იქნება, რაც არ უნდა პარადოქსი იყოს, იმის მიუხედავად, რომ კოსმეტიკური შეიძლება 10-ჯერ უფრო ძვირი ღირდეს. და ესეც უნდა აღვნიშნოთ, რომ ყოველთვის, რა თქმა უნდა, უფრო ძვირი არ ნიშნავს უკეთეს და ბიუჯეტური საშუალებაც შეიძლება იყოს ძალიან კარგი შემადგენლობის. ამიტომ ალბათ მე ესე ვიტყოდი, რომ პოპულარული არის უფრო ძვირადღირებული მოვლის საშუალებები კანის და უფრო კოსმეტიკური. და ჩვენ დერმატოლოგები ამას ვეწინააღმდეგებით, ასე ვთქვათ. ავირჩიოთ ჯობია აფთიაქში ნაყიდი დერმატოლოგიური მოვლის პროდუქტები, რომელიც იქნება შექმნილი Sando კომპანიის მიერ და ნუ როგორც წესი ჩვენ ვამბობთ, რომ ესეთი პროდუქტები უფრო მეტად და ესეთი Sandoობა უფრო მეტად არის ამერიკული, ევროპული, ბოლო პერიოდი ტენდენცია და პოპულარობა წამოვიდა კორეული მოვლის საშუალებებისა. ბევრი მათგანი მართლაც არ არის ცუდი შემადგენლობის, კარგი ხარისხის და ნორმალური შემადგენლობის არის, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ უნდა მოხდეს აუცილებლად შემადგენლობის მიხედვით არჩევა. ანუ ისეთი Sando განვითარებულ ქვეყნებში შექმნილი პროდუქტები უფრო Sandoა, უფრო უსაფრთხოა და უფრო უკეთესია ვიდრე სხვა ქვეყნების. ჩვენი კანის ჯანმრთელობაზე, როგორც ვიცით, მკვეთრად მოქმედებს ასევე სტრესი. როგორ შეიძლება სტრესის და კანის პრობლემების მართვა ერთდროულად, ისე რომ საუკეთესო შედეგი მივიღოთ? ნუ სტრესი როგორც კანზე, ასევე სხვა ნებისმიერ ორგანოზე და ჩვენს ორგანიზმზე, რა თქმა უნდა, უარყოფით გავლენას ახდენს. დღევანდელ რეალობაში ნებისმიერ ადამიანს შეიძლება გარკვეული ტიპის სტრესი ჰქონდეს. ნუ მნიშვნელოვანია, რომ ეს სტრესი არ იყოს ქრონიკული. არსებობს მწვავე სტრესი და არსებობს ქრონიკული სტრესი. ქრონიკულია სტრესი, რომელიც ესე მუდმივად მეორდება და ესე დროში არის გაწელილი. ამიტომ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ სტრესი მინიმალურამდე იყოს დაყვანილი. როგორც სხვა ორგანოებზეც, რა თქმა უნდა, სტრესს შეუძლია კანის სხვადასხვა დაავადებების გამწვავება. ამ შემთხვევაში შემილია აღვნიშნო ორი ყველაზე გავრცელებული დაავადება დერმატოლოგიაში, ეს არის ფსორიაზი და ეს არის ატოპიური დერმატიტი. აი ამ ორ დაავადებას ძალიან მყარი და სარწმუნო ევიდენსი მტკიცებულება აქვს, რომ სტრესი ფსიქოემოციური ფონის გაუარესება ცალსახად აუარესებს და აპროვოცირებს ამ დაავადებებს. რა შეიძლება ითქვას ამ კუთხით, უნდა მაქსიმალურად მოვერიდოთ სტრესს და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ გარკვეული ტიპის კანის პრობლემები, რომლებიც ან დაავადებები, რომლებიც კონკრეტულად ადამიანს აწუხებს, პრევენცია მოვახდინოთ იმისა, რომ არ მოხდეს ზუსტად სტრესით ასეთი დაავადებების რეციდივი, ანუ ისევ გამეორება ან გამწვავება. მე მაინტერესებს თქვენი გამოცდილებით, რამდენად ხშირად გიწევთ ხოლმე სხვა ექიმის სპეციალისტის ჩართვა ამ მდგომარეობის მართვაში? თქვენ სტრესს გულისხმობთ? არის გარკვეული ტიპის დაავადებები, პრობლემები, რომლის დროსაც აუცილებელია ჩართულ იქნას სხვადასხვა სპეციალისტები. ასე მაგალითად არსებობს ჩვენ გულისხმობთ სხვა პროფილის ექიმები. სხვა პროფილის ექიმები, ხო, არსებობს ესეთი დაავადება, ჩვენ ვეძახით ექსკორიაციულ აკნეს. ანუ ექსკორიაციული აკნე ნიშნავს, როდესაც პაციენტი ეგრეთ წოდებულ self damage-ს აკეთებს, ანუ თვით აზიანებს კანს, გარკვეული ტიპის მას გამონაყარი აქვს და ამ გამონაყარს ფსიქოლოგიურად ისე აღიქვავს, რომ
თითოეულ მათგანს ძალიან ძლიერ მექანიკურად აზიანებს ხელით, რასაც მივყავართ სერიოზულ გართულებასთან და ნაწიბურების, ლაქების ფორმირებასთან და ასე შემდეგ. ამას ექსკორიაციული აკნე ქვია. ექსკორიაციული აკნეს დროს რეკომენდებულია, რომ პაციენტი ასევე პაციენტმა გაიაროს კონსულტაცია მაგალითად ფსიქოლოგთან. ან ზოგ შემთხვევაში შეიძლება ფსიქიატრთანაც. იმიტომ რომ ეს ფსიქოემოციური ფონი და ეს თვითდაზიანების უნარი თუ არ გამოსწორდა, შედეგის მიღება რა თქმა უნდა შეუძლებელია, ამიტომ ამ შემთხვევაში არის ხოლმე საჭირო სხვა სპეციალისტის ჩართულობაც. კი ბატონო. ბოლოს მინდა ვისაუბროთ პრევენციულ ღონისძიებებზე. რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას კანის დაავადებების თავიდან ასაცილებლად? კანის დაავადებების თავიდან ასაცილებლად მე ვიტყოდი, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, მოდით სამი საკითხი გამოვყოთ. პირველი საკითხი, რა თქმა უნდა, ეს არის მზის მავნე ულტრაისფერის სხივები. რიგი დაავადებებია დერმატოლოგიაში, რომლებსაც აუარესებს კანის მზის ულტრაისფერის სხივები და ამას მივყავართ ძალიან სერიოზულ პრობლემებთან და გართულებებთან. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მზის ულტრაისფერის სხივების ინტენსიური დასხივების ქვეშ კანი ბერდება, ნაოჭდება, რაც შემდგომ ადამიანისთვის შეიძლება იყოს როგორც ფინანსური კუთხითაც წამგებიანი და შემდგომ ცხოვრების გარკვეულ შემდეგ ეტაპზე შეიძლება ბევრი ფინანსები დახარჯოს კოსმეტოლოგიურ პროცედურებში იმისათვის, რომ აღმოფხვრა მოხდეს აი ამ ნაოჭების, ანუ ამ დაბერების და დანაოჭების კანის. ამიტომ იმის თქმა მინდა, რომ სერიოზულად შესაძლებელია გადავავადოთ ეტაპი, კანის დაბერების ეტაპის გადავადება შესაძლებელია, ანუ პრევენცია იმისა, რომ არ დაუბერდეთ მალ სწრაფად და სწრაფად არ დაბერდეს ჩვენი კანი, არ დანაოჭდეს. ამის გაკეთება შესაძლებელია და პირველი დამნაშავე ამაში არის მზის სხივები. ამიტომ არ უნდა გავირუჯოთ, მესმის, რომ გარუჯვა ბევრს უყვარს, გარუჯული კანი ბევრს მოსწონს, მაგრამ დამერწმუნეთ, ეს არის ერთ-ერთი კი არა, მე ვიტყოდი პირველ ადგილზე მდგომი ეგრეთ წოდებული ფაქტორი იმისა, რითაც კანი ყველაზე მეტად ზიანდება. მეორე, ეს არის თამბაქო მოწევა, იმიტომ რომ აქაც მტკიცებულებები უამრავი გვაქვს. არ არსებობს ორგანიზმში ორგანოთა სისტემა, რომელიც არ ზიანდება თამბაქოსგან. მეცაც გეტყვით პასიური მწვერვალობისგან, მეორე ხელით მოწევისგანაც, როდესაც ჩვენ არ ვართ მწვერველი, მაგრამ ჩვენს გარშემო ჩვენ ვიმყოფებით კვამლში, ოთახში, ავტომობილში და ასე შემდეგ. ეს სერიოზულ ზიანს აყენებს ყველა ორგანოს, მათ შორის კანსაც და თამბაქოს მოხმარებით კანში ესეც მტკიცებულებაა, რომ კოლაგენისა და ელასტინის განლევა ხდება, ანუ კანი კოლაგენისა და ელასტინის წარმოქმნას აფერხებს და ამცირებს, რაც ხელს უწყობს ზუსტად დაბერებას, დანაოჭებას. აღარ ვსაუბრობ კანის კიბოზე და სხვა ორგანოების კიბოზე და მესამე ფაქტორი უნდა აღინიშნოს აი ზუსტად ამ პრევენციაში, თქვენ შეკითხვაში, რაც თქვენ მე დამისვით, უნდა აღინიშნოს მესამე ზუსტად პრევენცია. პრევენცია არის ის, რომ მოვახდინოთ პრევენცია სხვადასხვა დაავადებების განვითარების, მათ შორის კანის სიმსივნის განვითარების, მათ შორის სტრესთან ასოცირებული პრევენცია, რომ მაქსიმალურად როგორც შეუძლებთ მეტნაკლებად მინიმალურამდე დავიყვანოთ ეს აი ქრონიკული სტრესი, იმიტომ რომ ზუსტად ეს ქრონიკული სტრესი შეიძლება იყოს მაპროვოცირებელი გარკვეული ტიპის დაავადებების, მათ შორის აი ფსორიაზის და აი ფსორიაზის მაგალითზე შეიძლება ითქვას და აი არიან არც თუ ისე ცოტა ადამიანები, რომლებსაც ჰგონიათ ფსორიაზი შეძენილი. აი პირობითად პაციენტი მოვიდა ჩემთან 50 წლის
და 1 წლის წინ დაეწყო ფსორიაზი და ყვება რომ მე მაქვს შეძენილი ფსორიაზი. შეძენილი ფსორიაზი არ არსებობს. შეძენილს ეს პაციენტი ფსორიაზს იმიტომ ეძახის, რომ 59 წლის ასაკში დაეწყო. არ ქონია ცხოვრებაში არასდროს, მაგრამ ფსორიაზის განმაპირობებელი ხო ავტოიმუნურია. ანუ ფსორიაზი ავტოიმუნური გენეტიკური ტიპის დაავადებაა. ანუ მას ჰქონდა წინასწარ განწყობა და შეიძლება ზუსტად 59 წლის ასაკში გარკვეული სტრესის ფონზე ეს იყო გამშვები მექანიზმი. ანუ 59 წლის ასაკში მიიღო სტრესი და სტრესის გამო დაეწყო ეს დაავადება. ეს არ ნიშნავს, რომ ეს არის შეძენილი ფსორიაზი, ეს არის გენეტიკური ავტოიმუნური დაავადება, უბრალოდ სტრესმა დააპროვოცირა. ამიტომ აი ზუსტად ეს სამი რო ჩამოვთვალეთ, ულტრაისფერი სხივები, თამბაქო, სტრესი და პრევენცია. ეს არის ის ფაქტორები, რითაც ვახდენთ ჩვენ სხვადასხვა დაავადებების პრევენციას. დიახ, რა ნიშნებია, რომელთა საშუალებითაც ადვილად შეგვიძლია ამოვიცნოთ დერმატოლოგიური პრობლემა? როდის უნდა მივმართოთ დერმატოლოგს? ნუ აქ ალბათ ვიტყოდი ორი ყველაზე მეტად დამახასიათებელი ნიშანი, ეს არის გამონაყარი ან ქავილი. შეიძლება ორივე ერთად შეგხვდეს, შეიძლება შეგხვდეს ცალ-ცალკე. შეიძლება იყოს მარტო გამონაყარი ქავილის გარეშე, ან შეიძლება იყოს ქავილი გამონაყრის გარეშე, ან ორივე ერთად. ეს არის ყველაზე მეტად ტიპიური დამახასიათებელი ნიშნები კანის დაავადებების, ან სხვა კუთხით, სხვა ტიპის დაზიანება. ნუ დაზიანებაში დაზიანებაში იგულისხმება ნებისმიერი კანის ცვლილება. ანუ არ არის აუცილებელი მაინც გამონაყარი იყოს. ანუ კანი იყო ესეთი და გახდა რაღაც სხვანაირი. ანუ შეიცვალა, ანუ პაციენტი ამბობს, რომ მე ესეთი კანი არ მქონია, ანუ სხვანაირი კანი მქონდა, შეიცვალა. ან გარკვეულ უბანზე, ან გენერალიზებულად, ანუ ბევრ ადგილებში, ან სხვადასხვა ადგილებში. მაინტერესებს პრევენციულ ღონისძიებებში რამდენად უნდა მოვიაზროთ სწორი კვება და ცხოვრების წესი ზოგადად. ზოგადად ცხოვრების ჯანსაღი წესი და ბალანსირებული კვება, აქ იგივეს ვიტყოდი სტრესთან მიმართებაში, რაც ვთქვი, თუ ჯანსაღი ცხოვრების წესით არ ცხოვრობს ადამიანი და არ აქვს ბალანსირებული ნორმალური კვება, ეს ყველაფერზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს, მათ შორის კანზეც, რა თქმა უნდა. არის რიგი დაავადებები დერმატოლოგიაში, არც თუ ისე ბევრი სხვათა შორის, რომელიც რაღაცა კონკრეტულ პროდუქტებს, საკვებ პროდუქტებს უკავშირდება, მაგრამ ეს არ არის ბევრი დაავადება. საზოგადოებაში ცოტა გადამეტებულია. იმიტომ რომ საზოგადოებაში აღქმა ესეთია თვითონ დერმატოლოგიური, ანუ გამონაყრის კუთხით, რომ პაციენტს ყველანაირი გამონაყარი დაკავშირებული აქვს კვებასთან, ანუ დამაყარა კვების ბრალია. ეს მომივიდა კანზე კვების ბრალია. ეს რა თქმა უნდა გადამეტებული და გადაჭარბებულია. კიდევ ერთხელ ვუმეორებ, არის გარკვეული დაავადებები, რომლებიც კვებასთან კონკრეტულ პროდუქტებთან არის დაკავშირებული. ასე მაგალითად არსებობს ჰერპეტიფორმული დერმატიტი, ანუ ეგრეთ წოდებული ჰერპესის მაგვარი დერმატიტი, კანის დაავადება, რომელიც არის გლუტენის აუტანლობა. ანუ პირდაპირ გლუტენთან არის კავშირში, ანუ გლუტენი არ შეიძლება ესეთი ადამიანისთვის. ანუ ეს არის დაავადება, მაგრამ ყველა გამონაყარი არ არის კვებასთან კავშირში. რაც შეეხება თვითონ კვებას, ბალანსირებულ კვებას, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბალანსირებულ კვებას ზოგადად ჩვენი ორგანიზმისთვის და რა თქმა უნდა ფიზიკურ აქტივობასაც. ფიზიკური აქტივობით და ბალანსირებული კვებით როგორც ჩვენი სხვა ორგანოები და ორგანოთა სისტემები, ასევე კანიც გვიან დაბერდება. ანუ ჩვენ ამით გადავავადებთ დაბერების პროცესს. თქვენი ცოდნა და გამოცდილება ნამდვილად დაეხმარება ჩვენს მაყურებელს კანის მომავლსა და ჯანმრთელობის დაცვაში. წარმატებებს გისურვებთ თქვენს მომავალ საქმიანობაში. მადლობა მინდა გადავუხადოთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს და ამავე უნივერსიტეტის სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობისა და კარიერული განვითარების სამსახურს მხარდაჭერისთვის. აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხი და ჩვენ მომდევნო ეპიზოდში შევხვდებით.